სალომე ზურაბიშვილი რომ ყოფილიყო იტალიელი ქართველი ან ქართველი იტალიელი სწორედაც რომ იტალიელი ქართველი ან ქართველი იტალიელი და არა ფრანგი ქართველი პორტუგალიელი ქართველი გერმანელი ქართველი ამერიკელი ქართველი რა ვიცი ჰოლანდიელი თუ ბრიტანელი ქართველი არამედ სწორედაც რომ იტალიელი ქართველი მას უთუოდ გაუიოლდებოდა ჩასვლა რომში რამდენიმე დღის წინ 2 დღის წინ და უკვე გუშინ დასწრება რომის პაპის გასვენების ცერემონიალზე. ეს კი მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, ანუ იტალიელი ქართველი ის იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა შორეულ 1921 წელს გესაიღებდა არა საფრანგეთისაკენ და დასახელდებოდა არა საფრანგეთში, არამედ იტალიაში. სწორედაც რომ იტალიაში. ცუდი სიტყვა, არასწორი სიტყვა, მაგრამ თუ სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა სწორედაც რომ იტალიელი ქართველი ან ქართველი იტალიელი, ის ჩააწყობდა და მოდი შევცვალოთ ეს სიტყვა, ის გაჩარხავდა იტალიის ლიდერთან ან პოლიტიკურ ელიტასთან ამ ცერემონიალზე დასწრების შესაძლებლობის მიცემას მისთვის. ახლა როცა სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო ურთიერთობას ინარჩუნებს საფრანგეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან და ნაკლებად, მაგრამ მაინც ურთიერთობს იტალიის დღევანდელ ხელისუფლებასთან, სალომე ზურაბიშვილს მოდი თქვათ ასე ერთგვარად გაუჭირდა. და მან მოსაწვევი, თუ მოსაწვევი იყო და ალბათ მოსაწვევი იყო, ვერ მიიღო ვატიკანის შესაბამისი სტრუქტურებიდან, ასე მაგალითად საელჩოდან, რომელიც მოქმედებს თბილისში, ხოლო მოსაწვევი მიიღო დე ფაქტო პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც ბუნებრივია გაიხარა იმის გამო, რომ სადღაც მასაც ეპატიჟებიან და მინისტრად წოდებულ მაკა ბოჭორიშვილთან და სხვებთან ერთად მან დაგეგმა ვიზიტი და ის გაემგზავრა რომში. გაემგზავრა მიხეილ ყაველაშვილი რომში, ხოლო სალომე ზურაბიშვილი დარჩა თბილისში. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავდა შეხვედრებს მაშინ, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის თვითმფრინავი, თუ ის მარტო იყო იმ თვითმფრინავის მგზავრი, ანუ თუ სამთავრობო თვითმფრინავით ისარგებლა დელეგაციამ, დაეშვა რომის საერთაშორისო აეროპორტში. მიხეილ ყაველაშვილი გადმოვიდა, მან გაიარა შესაბამისი პროცედურები, ანუ საზღვარი გადმოკვეთა ოფიციალურად, წარადგინა დიპლომატიური პასპორტი, ასე შემდეგ და ბოჭორიშვილთან ერთად გაემგზავრა რომის ცენტრში, ვატიკანში, სახელმწიფო ვატიკანში. სალომე ზურაბიშვილი აქ იკითხარით, რომელმაც ვერ მოახერხა გაჩარხვა ვიზიტისა რომში და ვატიკანში, დარჩა თბილისში. ახლა სხვაგვარად თქვათ, ან სხვა რამე ვისაუბროთ, სხვა დეტალებზე გავამახვილოთ ყურადღება. ამგვარ სამგლოვიარო მათ შორის ცერემონიალებს ყველა ქვეყნის ლიდერი, მით უფრო როცა გარდაიცვლება ხოლმე რომის პაპი და ყველა ერთად მოიყრის თავს, ყველა ქვეყნის ლიდერი იყენებს კერძო და საქმიანი შეხვედრებისთვისაც. ვიცით ჩვენ რომ ასე მაგალითად პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდა ტრამპს, 15 წუთიანი შეხვედრა იყო, მერე განმარტოვდა მაკრონთან, გავანებოთ ერთ წუთს პრეზიდენტ ზელენსკის თავი. ნებისმიერი ეგრეთ წოდებული მეორე ხარისხოვანი ქვეყნის, თუმცა მეორე ხარისხოვანი ქვეყნები არ არსებობენ, მაგრამ მაინც ეგრეთ წოდებული მეორე ხარისხოვანი ქვეყნის ლიდერი, დელეგაციის წევრი ხვდება ასევე მეორე ხარისხოვანი ქვეყნის ლიდერს, იმიტომ რომ ასპარეზია, სივრცეა, შესაძლებლობა ამის ხვდება არა საგანგებო, არამედ სახელდახელო შეხვედრებზე და აი 15, 20, თუნდაც 10, 7 წუთის განმავლობაში აზრებს გაცვლიან ხოლმე ლიდერები. ევროპული სახელმწიფო არ ვიცი რომელი უნდა დავასახელო, მაგრამ ასე მაგალითად ხორვატიის ლიდერი აუცილებლად შეხვდა რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელს და შესაძლოა ისაუბრა ჩვენ რომ არ გვაინტერესებს და ნაკლებად
ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ ხორვატიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. იცით რა საკითხებია დღის წესრიგში ხორვატიაში? მე გულახდილად გეტყვით, არ ვიცი. აღარ ვლაპარაკობ ძლიერ ან მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მყოფ ქვეყნებზე და მათ ლიდერებზე. ისინი ხომ ბუნებრივია იყენებენ შესაძლებლობას, რომ აზრი სიტყვა გაცვალონ ამა თუ იმ ქვეყნის ან ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერ ამ თუ ქვეყნის წარმომადგენელთან ან ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერთან ან ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან. მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენი იყო ჩასული და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არ მინდა ვთქვა რიგი იდგა მეთქი მასთან შეხვედრაზე, მაგრამ მას ჰქონდა ესეთი პრივატული შეხვედრები 3, 4, 5, შესაძლოა 7, 8, 10 ლიდერთანაც კი. ახლა დავსვათ კითხვა. რა გააკეთა მიხეილ ყაველაშვილმა, პრეზიდენტად წოდებულმა პირმა, რომელსაც ახლდა მინისტრად წოდებული მაკა ბოჭორიშვილი, უკვე მას შემდეგ, როცა გაასვენეს რომის პაპი, ის გაყვა ბუნებრივია ამ დიდ ჯგუფს, რომელიც მიჰყვებოდა მათ, ვინცაც სასახლე ეჭირა. გავიდნენ ისინი ანდერძის თანახმად იცით, რომ არ დაიკრძალა რომის პაპი უშუალოდ ვატიკანში. გავიდნენ ისინი რომში, სამგლოვიარო ცერემონია მიდიოდა, შესაძლოა მანქანებშიც, ავტომობილებშიც ჩასხდნენ ლიდერები, თანმხლები პირები, უმრავლესობა, შესაძლოა კი არა ნამდვილად ასე იყო. გაიარეს მრავალი კილომეტრი და შესაძლოა მივიდა იმ ტაძარშიც კი, სადაც დაკრძალეს რომის პაპი. ალბათ მივიდა, მაგრამ აი უკვე შემდგომ რა გააკეთა გათანგულმა, დაღრილმა ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ახლაც ალბათ გარკვეულ ფორმას ინარჩუნებს, გარკვეულ კარგ ფიზიკურ კონდიციებშია. 50 გადაცილებული კაცია მიხეილ ყაველაშვილი ამის მიუხედავად. ყოფილი სპორტსმენია, სხვა თუ არაფერი. აი, მაშინ როცა სხვა ლიდერები, სხვა ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ხვდებოდნენ თუ რომში, საელჩოებში, სასტუმროებში, საკონფერენციო დარბაზებში ან ვატიკანში, განმარტოვდებოდნენ სადმე და ერთმანეთთან ცვლიდნენ 2 თუ 5 სიტყვას, მიხეილ ყაველაშვილი მაღალი ალბათობით არც არაფერს აკეთებდა ქალბატონ ბოჭორიშვილთან და სხვებთან ერთად. რა კარგია რომი, ეს ალბათ 2-ჯერ, 3-ჯერ აქვს დათქვამი. მომნატრებია იტალიის დედაქალაქი, ეს ალბათ 7-ჯერ, 8-ჯერ. მაგრამ მას არანაირი არც ერთი შეხვედრა არ გაუმართავს პრაქტიკულად არავისთან. მე სახელმწიფოს ლიდერებს გულისხმობ და დელეგაციების წარმომადგენლებს გულისხმობ, ხელის ჩამორთმევას გულისხმობ, თუნდაც და 2-3 სიტყვის გაცვლას. იქ საზოგადოებრივი მაუწყებელი კი არა, სამთავრობო პროპაგანდისტური არხები ავრცელებენ კადრს, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი არ უწევს ხელს პრეზიდენტი ტრამპი, სულ სხვას უწევს, მაგრამ იქ რაღაც 2-ოდე წამით მიხეილ ყაველაშვილი ესალმება თუ თითქოს ესალმება პრეზიდენტ ტრამპს. მაგრამ ამას შეხვედრას ცხადია ვერ დავარქმევთ. თუ მიხეილ ყაველაშვილი გარდა იმისა, რომ წუხდა რომის პაპის გარდაცვალების გაბო, ამისთვის ჩავიდა რომში, ვატიკანში, ამაოდ გარჯილა. ეს მიხეილ ყაველაშვილი იმ დონალდ ტრამპს უთუოდ არ დაამახსოვრდა და არც ის გაიგონა დონალდ ტრამპმა, რომ მიხეილ ყაველაშვილმა სავარაუდოდ საკუთარი თავი წარუდგინა როგორც საქართველოს პრეზიდენტად. დაიბნეოდა კიდეც ტრამპი, რამდენი პრეზიდენტი ყავს ამ ქვეყანასო. არა, ეს არ ახსოვს ტრამპს ბუნებრივია, არ აინტერესებს და იმიტომ. ხო და რა გააკეთა მიხეილ ყაველაშვილმა მეთქი? ამას ვიკითხავ მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი აქ ოპოზიციას ხვდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ გაჩარხა მისი ვიზიტი ვატიკანში, მაინც პოლიტიკურ პროცესშია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. მიიღო თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა ამით ლეგიტიმაცია? მე გარწმუნებთ, რომ არა.
ლეგიტიმურია ის, ვისაც ხალხის ნდობა აქვს, ვისაც აქვს პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება და შესაძლებლობა. მიხეილ ყაველაშვილი არც გუშინ იყო ლეგიტიმური, არც დღეს არის მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანში იმყოფებოდა და არც ხვალ იქნება, იმიტომ რომ ის გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ან ქვეყანასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ საკუთარ სვებედზეც კი არ და ვერ იღებს. მას თევით ლეგიტიმაციაც კი არა აქვს ბალიშზე როცა დებს თავს, ის ხვდება, რომ აბსოლუტური მაპატიოსმანდა არარაობა, ცარიელი ადგილია, სათამაშო თუ თოჯინაა, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ხელში. ახლა მეორე საკითხი დავსვათ. ახლა რატო უნდა ვახსენო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი? თუ გნებავთ ვახსენებ ედუარდ შევარდაძეს, საქართველოს მეორე პრეზიდენტს და თუ გნებავთ პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, მეოთხესაც ვახსენებ გიორგი მარგველაშვილს. ზვიად გამსახურდია ცოცხალი რომ ყოფილიყო და პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, ახლა 80 გადაცილებული კაცი ის უთუოდ მოახერხებდა იმას, რომ ჩავიდოდა ვატიკანში და არაფორმალურ, არაოფიციალურ შეხვედრებს, როგორც ყოფილი პრეზიდენტი უთუოდ გამართავდა სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან. მაღალი ალბათობით მეთქი მაინც ასე ვიტყვი, ასე დავაკორექტირებ ჩემს წინააზრს. ედუარდ შევარდაძე ცოცხალი რომ ყოფილიყო და ახლა ის იქნებოდა 100 მიტანებული, ალბათ ვერ ჩავიდოდა 1928-ში იყო პრეზიდენტი შევარდაძე დაბადებული თუ არ ვცდები. 100 მიტანებული პრეზიდენტი შევარდაძე ბუნებრივია ვერ ჩავიდოდა ვატიკანში, მაგრამ ეს ამბავი ცოტა ადრე რომ მომხდარიყო, სხვა პაპზე რომ საუბრობდეთ, ყოფილი პრეზიდენტი რომც ყოფილიყო ედუარდ შევარდაძე გაჩარხავდა შეხვედრებს, როგორც გამოცდილი პირი, როგორც გენშერისა და არა მხოლოდ გენშერის მეგობარი პირი, როგორც ბერლინის კედლის დანგრევაში დიდი მონაწილეობა რომ მიიღო ის პირი, ამ ყველაფერს გაჩარხავდა და სხვა თუ არაფერი მემუარებისთვის გამოიყენებდა შეხვედრებს, რომლებსაც გამართავდა დღევანდელ დღეს თუ გუშინდელ დღეს ვატიკანში. გიორგი მარგველაშვილი ცოტა აქტიური რომ იყოს, ხო? და მას რომ ჰქონდეს დიდი სურვილი მონაწილეობის მიღებისა პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ყოფილი პრეზიდენტი ხაზს უსვამ, ის ალბათ მოახერხებდა გაჩარხვას შეხვედრებისა ვატიკანში, რომში სხვადასხვა დელეგაციასთან, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან. სალომე ზურაბიშვილსაც ჰქონდა ეს შესაძლებლობა, უბრალოდ ჩემი აზრით მან დიდად არც მოინდომა, გულახდილად ვიტყვი, ხოლო ესეთი მოსაწვევი ვატიკანის საელჩოსაგან კი სამწუხაროდ მან არ მიიღო. მიხეილ სააკაშვილი ეს პროაქტიული კაცი გარეთ რომ იყოს, ის უთუოდ იქნებოდა ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში იქნებოდა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, ან თუ ქართველი პოლიტიკოსია და იდენტიფიცირებას თავის წარმოჩენას ახდენს, როგორც ქართველი მოახდენდა, როგორც ქართველი პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში ის როგორც პროაქტიული კაცი, როგორღაც მოხდებოდა ვატიკანში ჩემი აზრით. ყაველაშვილი რომ მოხვდა, რა? კვლავ ვიმეორებ, რა შეიცვალა ამით. სალომე ზურაბიშვილი რომ ყოფილიყო ვატიკანში, მაკრონის დახმარებით თუ მაკრონის დახმარების გარეშე, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ან სხვებთან და იქ უამრავი ქვეყნის ლიდერი იყო, უამრავი ქვეყნის დელეგაცია იყო, ბუნებრივია ის მოახერხებდა შეხვედრას და ეს შეხვედრებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია 15 წუთით განმარტოება სამ ლიდერთანაც კი და გლობალურ საკითხებზე მსჯელობა და არა იმაზე, ახლა საარჩევნო ადმინისტრაციაში ვინ უნდა იყოს ან საარჩევნო კოდექსში რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ, ბუნებრივია იქნებოდა რელევანტური. ხო და სად იყო? ალბათ მესამეც ვსვამ ამ კითხვას, მიხეილ ყაველაშვილი ის ქალბატონ ბოჭორიშვილთან ერთად რომის ქუჩებში დასეირნობდა. არ მინდა ვთქვა, რომ შოპინგზე იყო მეთქი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 1-2 ზარაში შეიარა და 1-2 გამახსენეთ რა ქვია იმას. H&M-ში მე ცუდად მომახსოვრდება ხოლმე და ჩემი მეუღლე სულ საყვედურობს, რომ ვერ ვიმახსოვრებ ამ ერთგვარი თუ ეგრეთ წოდებული ბრენდული მაღაზიების სახელებს თუ სახელწოდებებს.
აუცილებლად შეივიდა რომის ცენტრში და შესაძლოა ისიც ეკითხა, ვა, რა განსხვავებული ფასებია თბილისის ზარასა თუ და რომის ზარას ფასებს შორისო, ოღონდ რამდენადაც მე ვიცი განსხვავებული ფასები სულაც არ არის. და როდის გამოემგზავრა პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილი? ჩაფრენიდან რომში. ჩაფრენიდან დაახლოებით 3, 4, 5 უკაცრავად. ცერემონიალის დასრულებიდან დაახლოებით 5, 6, 7, 8 საათში. 8 საათის განმავლობაში ის იყო სასტუმროში, ქუჩაში, სასტუმროში როცა იყო, უთუოდ მესიჯობდა ასე მაგალითად კობახიძესთან და ეუბნებოდა, მოახსენებდა იმას, რომ აი ტრამპმა მას ხელი აუწია და ამგვარი კადრი აღარ ამოვიღებ მეორე ტელეფონს, ამგვარი კადრი თუ გავრცელდება, როგორ უწევს ტრამპი ხელს მიხეილ ყაველაშვილს, ოღონდ არც უწევს მას უშუალოდ, ხო? მას კონკრეტულად ეს იქნებოდა კარგი მათივე პიარისთვის. ხო და მე მაქვს ასეთი კითხვა, რა სარგებლობა მოაქვს იმ ფილმში როგორ არის? რა სარგებლობა მოაქვს მამალს? იმერულ ესკიზებშია, ხო? ხო არ მეშლება. რა სარგებლობა მოაქვს ყაველას? მე ვერ გეტყვით. იმისთვის თუ ჩავიდა რომ ტრამპისთვის ეთქვა I am the president of Georgia, ისე მჩერა გითხარიო, ქართული რომ იცოდეს. ტრამპმა ამას ეტყოდა უთუოდ. პროცესები რეალურად და ლეგიტიმაცია რეალურად და პროცესები და ხელისუფლება დევს ქუჩაში ძალაუფლება და ხელისუფლება უფრო. 26 მაისისთვის მოვემზადოთ და მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც პრეზიდენტად წოდებულია, მას არ მივცეთ შესაძლებლობა და მას და მთელ ამ მთავრობას ამ ბანდას, რომ რუსთაველზე აღნიშნონ, რუსთაველის გამზირზე აღნიშნონ 26 მაისი. რუსთაველის გამზირი ეკუთვნის ისე როგორც მთელი საქართველო, მაგრამ ამ შემთხვევაში დედაქალაქთა ქვეყნის გულს, თბილისს და დედაქალაქის თბილისის გულს, რუსთაველის გამზირს გულისხმობ, უნდა იქცეს ასპარეზად ჩვენი ყველასზე იმისა, მათ შორის კოცების ამორჩევლისა, რომელმაც უნდა დაინახოს, რომ აქ ხდება კარგი ამბავი, ხოლო იქ არის, ანუ კობახიძესთან და ივანიშვილთან არის ჩაჟამულობა, რომელსაც ესწრება იმ ჩაჟამულობას, შავებში გამოწყებილი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც არც არაფერს წარმოადგენს. რა სარგებლობა მოაქვს მიხეილ ყაველაშვილს? არაფერი. ის პრეზიდენტი იმიტომაც არ არის, რომ ამ ხნის განმავლობაში, ამ დაახლოებით 1 დღის განმავლობაში, რომში მყოფი უბრალოდ ჩაკეტილი იყო, შებოჭილი იყო, არაფერს აკეთებდა და მხოლოდ იმით ხარობდა, რომ ტრამპმა ვიღაცას აუწია ხელი იქით ტრიბუნაზე, ჯდომს და გასახდა კი ქართული საზოგადოების ნაწილში ისე, რომ თითქოს ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს ესალმება. ნახვამდის.